ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 10. ერთნიშნა ტოლი მუხტებით დამუხტული ორი ბურთულა ურთიერთქმედებს F ძალით, რა ძალით იმოქმედებს ისინი ერთმანეთზე, თუ მათ შორის მანძილი არ შეიცვლება და ერთი ბურთულიდან მეორეზე გადავიდათ მისი მუხტის ნახევარს, ვიკითხებიან, ამასთან ბურთულებს შორის მანძილი ბევრად მეტია მათ ზომებთან შედარებით. კარგით, ავიღოთ ესე იგი ორი ბურთულა. მისგან რაიმე R მანძილზე ავიღოთ მეორე ბურთულა. ასე იგი პირველის მუხტი Q1 უდრის Q-ს, ესენი ტოლი მუხტებია, მეორე მუხტი Q2 უდრის Q-ს და ამათ შორის მანძილი არის R. პირობითად ავიღოთ მანძილი R. მაშინ გვითხრეთ ჩვენ რომ ურთიერთქმედების ძალა არის F-ო, შესაბამისად კულონის კანონის ძალას თუ ჩავწერთ, F უდრის K ჯერ Q1-ის მოდული, გამრავლებული Q2-ის მოდულზე. შეფარდებული ამ მუხტებს შორის მანძილის კვადრატთან, ეს იქნება F ძალა, რომელიც თავისუფლად ტოლი იქნება. Q1-ის და Q2-ის ერთმანეთის ტოლი არის თანასდადებითია, შესაბამისად ეს მოდულებიც მოშორდება და დაგვრჩება რომ ეს უდრის K Q კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან. ასეთი გამოსახულება. ახლა მეორე ეს არის პირველი შემთხვევა, ხო? ეხლა უნდა ადგენენ და პირველი მუხტის ნახევარი გადაიტანეს მეორე მუხტზე. შესაბამისად როგორც სიტუაციას მივიღებთ, თან მანძილიც არ შეუცვლიათ, ესე იგი ისევ R მანძილი გვაქვს, ხო? ეს ისევ R არის დაშორება ამათ შორის. ამ შემთხვევაში Q1 უკვე ტოლი გახდებოდა, რადგან ნახევარი მოაცილეს, Q ნახევრის ტოლი გახდებოდა ეს და მეორე მუხტს დაემატა უკვე Q ნახევარი მუხტი, შესაბამისად ეს გახდებოდა 3/2 Q, ხო, ასე. და ეხლა რა იქნება ამ შემთხვევაში? ეს იყოს პირველი F1 ძალა. F1 ძალა, რომელიც თავის მხრივ F-ის ტოლია და ეხლა F2 რო ჩავწეროთ, მეორე შემთხვევისთვის F2 ტოლი იქნება K Q1 გამრავლებული Q2-ზე შეფარდებული R კვადრატთან, ეს ტოლი იქნება K ჯერ Q1 არის Q ნახევარი, ეს გამრავლდება Q2 არის 3 Q ნახევარი, ეს მთლიანად შეფარდებული R კვადრატთან. და რას მივიღებთ ესე იგი? ჯერ 3Q არის 3Q კვადრატი 2 4 4, ესე იგი დაგვრჩება ჩვენ 3/4 K Q კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან. და თუ დავაკვირდებით აი ამ სიდიდეს, თვითონ აი ამ სიდიდეს. წარმოადგენს თავიდან F ის ტოლიც იყო, ხო? შესაბამისად ეს ტოლი არის F-ის და მაშინ მეორე შემთხვევაში ძალა ტოლი ყოფილა 3/4 F-ის. შესაბამისად თუ დავწერთ საბოლოო პასუხს, F2 ძალა ტოლი გამხდარა 3/4-ის. პასუხი E.